ყველას მოგესალმებით, გისურვებთ ბედნიერ და პოზიტივით სავსე დღეს. ესე იგი, პასუხობ კომენტარს ადამიანმა, ჩემმა გამომწერმა დამიწერა კომენტარი, აინტერესებდა მის ჩემი აზრი ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით. ეხლა პირდაპირ ვამბობ, რახან მე ადამიანი ვარ, რომელიც ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და რასაც გულში მაქვს. მე ამ თემაში კომპეტენტური არა ვარ, იმიტომ რომ ნაღდად არ მაქვს ეხლა ისეთი თქვათ მედიცინის კუთხით განათლება, რომ მე ამ ყველაფერზე თქვათ რაღაც აი 100%-იანი სიმართლით ვისაუბრო, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან რასაც ვამბობ, ეს ესეა, რომ მაგალითად ეს თემა პირველად მე მოვისმინე ეკლესიაში. როდესაც ოჯახი მოვიდა სასულიერო პირთან, მე შევესწარი უბრალოდ ამ თემას, რომ აი ლოცვა კურთხევა უნდათ, რომ აი ჩასახვით მომხდარიყო თქვათ ქალის დაფეხმძიმება. ესე იგი დავინტერესდი ამ თემით და ნახე ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც მედიცინის კუთხით, ანუ რუსეთის ეკლესიაში მსახურობდა და ეს სასულიერო პირი საუბრობს, რომ განაყოფიერებასთან დაკავშირებით მათმა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პირვანდელი სახის ჩასახვა რაც იყო, ანუ ცოლ-ქმრის ნაყოფიდან ის რაღაცები ხდება, შეერთება, გადმოერთება და მერე ხდება ამ ქალის მაგალითად დაორსულება. მაგრამ არის თქვათ მაგალითად სინჯარის ბავშვებიო, ესე ეძახიან, მერე სხვათა შორის ქართულადაც გამოვიდა წიგნი, რომელიც აბორტებთან დაკავშირებით საუბრობს და კიდე აი ამ ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით გავეცანი ამ წიგნსაც ბატონო და იქაც იყო ეს თემა, რომ სინჯარის ბავშვები ეს ყოფილა, ესე იგი, როგორც მე მახსოვს, რამოდენიმე ნაყოფიდან ხდება შეერთება, ესე იგი, და ეს მერე სხვა ნაყოფები, რომელიც მაგალითად იყრება, ერთი რჩება, ანუ ერთს კარგს იმას იზავენ, რაღაც გააკეთებენ, არ ვიცი რა, უბრალოდ ეს ხდება და ეს თქვათ ამ სასულიერო პირმას თქვა, რომ ეს დაუშვებელია, იმიტომ რომ სხვა ნაყოფებს არ ეძლევა თქვათ დაბადების და ცხოვრების შანსი. ეხლა ჩემ აზრს ვამბობ იმაზე, რომ მე ჩემთან ადამიანი რომ მოვიდეს, მე რო ყოფილიყავი სასულიერო პირი და ეთქვა, რომ აი მამაო თქვათ ესეთი პრობლემა აქვს და რაღაცა, პირველ რიგში მე ვეტყოდი, რომ მედიცინის კუთხით, რა თქმა უნდა, მიმართეთ საუკეთესო ექიმს. ჩემი მხრიდან თუ რამე დახმარება მე შემეძლება, მეც დაგიდგებით ბატონო გვერდში და მივხედოთ ბატონო თქვათ გამოვიკვლიოთ, ეგრე სისხლში გაქვს რაღაცა პრობლემა, ან მაგალითად პრობლემა გაქვს ჩიყვი, მაგალითად ჩიყვი კაცსაც ააღდა, ხალსაც ააღდა. არის ისე, რომ ამასაც ხელს უშლის, ანუ დაფეხმძიმებას. მაგალითად სტატისტიკით ჩერნობილის კატასტროფა რომ მოხდა უკრაინაში მაგალითად ძალიან ბევრ ოჯახს შეექმნა ამის შემდეგ ეს პრობლემა, რომ ქალები მაგალითად მუცლის მოშლა ხდებოდა. და ეხლა ჩემთან რომ მოვიდეს ადამიანი და ეხლა მე იმას გადაუწყვიტო, რომ ჯერ ესე არც მივცემ იმის საშუალებას, რომ მე ამ დონეზე ჩამახედოს თავის ცხოვრებაში რა. მე ჩემი მოვალეობა მექნებოდა ეკლესიაში თქვათ, საიდუმლოებების შესრულება, რომელიც თქვათ დაშვებული არის ღვთლისთვის და მე რაღაცა ვიღაცის ცხოვრებაში და სულში არ უნდა ვაფათურო ხელები. ეს მე ვფიქრობ იურიდიული კუთხითაც არ არის ჩემი ისა. აი ადამიანი თვითონ თუ რაღაცას მეკითხება, ხო, მე ვეტყვი, მე ეს არ ვიცი. აი ხა რატო უნდა აუგრძალო მე ადამიანს ჩასახვა, თუ მე არ ვიცი ეს თემა გარკვეული არ მაქვს, ხო? მაქსიმალურად შევეცდები, რომ ადამიანს ურჩიო, თქვათ, აი წავიკითხე, ხო, რომ აი ვეტყვი, რომ სინჯარის ეს თემა არ გააკეთოთ. და მიმართეთ საუკეთესო ექიმს ბატონო. ამით მედიცინური კუთხით მიხედეთ და всё, მორჩა და მე კიდე აგერ ვილოცებ. მე ჩემი ლოცვით შეგეწევით ბატონო, თუ რამეს მოვახერხებ კიდე და დანარჩენი კიდე მიხედეთ კაცო, რამდენი ბავშვიც გინდა იმდენი გააჩინეთ, იყავით ბედნიერი და თქვენი სახლში ყოფილიყოს ბავშვები ჟრიამული და ნუ ვისაც როგორ უნდა, ხო, ნუ აი რამდენიც უნდა იმდენი ყავდეს, ეხლა რა ჩემი საქმე არის და ან მეორე კიდე. ეხლა ერთი რაღაცა, ანუ დამება და უცბად რა თავში რომ ეს ჩასახვის ბავშვები თუ არ შეიძლება, ეს ქრისტიანობის და ქრისტეს საწინააღმდეგო არის პირდაპირ, ხო? აქვს თუ არა ესეთ ბავშვებს უფლება, მაგალითად მოვიდნენ ტაძარში, მოძღვარი აიყვანონ, ეზიარონ. ან მეორე კითხვა, საიდან უნდა გაიღოს მღვდელმა, ეხლა ეს ბავშვი ჩასახვით გაჩნდა თუ არა, ანუ შუბლზე აწერია, ხილვას ნახავს ეს მღვდელი ახლა რომ თქვენ ჩასახული ბრძანდებით ბატონო, სტოაში გადაინაცვლეთ უკან. თქვათ, კათაკმებელთა სადგომელი სადაც არის, კათაკმევლები ეს არის მოუნათლავი ხალხი ბატონო და კიდე ის ხალხი, რომელიც მაგალითად ფიქრობს, ხო, მოინათლოს თუ არ მოინათლოს.
ეს ლოცვის დროსაც სხვათა შორის წირვაზე იხსენიება, რომ კათეყმეულო განვედით, ანუ ვინც მონათლული არის, იმ დროს უნდა გავიდეს უკვე ეკლესიიდან რა, იმიტომ რომ მე უკვე იწყება ზიარებისთვის მომზადება. აი ხა ეს გავსი რაღაცები ხო მე მიკვირს უბრალოდ რომ რატო არის და ამ ადამიანმა კომენტარში სწორედ აღნიშნა რომ ნებისმიერი პროგრესი ეკლესიაში მიიღება რომ აი ღვთის საპირისპიროდ მიდიხარ მაგალითად ხო ეს უბრალოდ რა არის რახან ღლების სისტემა აი ჯგუფი რომელიც შექმნილია გაუნათლებელი ხალხი უმეტესობა რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს არც წიგთან არც ქრისტიანობასთან უბრალოდ არიან იქ მსახურობენ და ერთი და იგივე ამბები აქვს გაზეპირებული რატო უნდა გადაუწყვიტოს მან ვიღაცას ბავშვი მან უნდა გააჩინოს თუ არ უნდა გააჩინოს აი ვინ ეკითხება საერთოდ ხო აი უბრალოდ ეს რა არის ეს დაცემული მდგომარეობა არის რომ ადამიანები ცდილობენ რომ აი თავისი რაღაცა გადასაწყვეტი თქვათ თვითონ თავის საქმეზე რაც უნდა იფიქროს და რაღაცა ამ ყველაფერს გადააბარებს ვიღაცას და აი ის გონია რომ აი ის რახან წვერმოშვებული არის და კაბააცვია და ჯვარი კიდია ის აუცილებლად ღვთის სიტყვის გამხმოვანებელი არის ძალიან ბევრი რაღაცა არის 21 საუკუნეში ტექნიკაზე და იმაზე არაფერს არ ვამბობ აი განვითარებებზე და იმაზე ეკლესია საერთოდ პასუხი არ აქვს ამასთან დაკავშირებით. არის კატეგორია, რომელიც იზახს ბიბლიაში ყველაფერი წერია, მაგალითად ბიბლიაში ყველაფერი არ წერია, ბატონო. არცემს ბიბლია ყველაფერს პასუხს, მაგალითად მორწმუნე ადამიანს რო გაუფუჭდეს მანქანაში და შესაძლებელი იყოს სვეჩი, თქვათ იმის რა ქვია ტროსი, რაღაცეები, იმის რა მატორს რაც ჭირდება. ბიბლიაში ამ პასუხს ჩვენ ვერ ვიპოვით. აი ხა სამუელის ცხოვრება გადავშალოთ, მეფეთა წიგნები გადავშალოთ თუ რა. არ შეიძლება უბრალოდ მე ვფიქრობ ესე რომ რელიგიამ შიზოფრენიამდე არ უნდა მიგიყვანოს რა. ღმერთს უდიდესი ადგილი უკავია ჩემ ცხოვრებაში. უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ უდიდეს მადლობას ვუხდი ყოველ დღე, ყოველ გაღვიძებულ დილაზე, აი თვალს რო გავახელ, რომ ის მე მაძლევს რომ აი იმ დიდი თქვათ გვერდში დგომის და ფარველობის გარდა მან მე მომცა თავისუფალი დღე. აი იმ დღეს რასაც მინდა გავაკეთებ რა. ყირაზე გადავალ და ღობეს გაგვლიჯავ არა. აი გამოვალ ხო, მინდა ვივარჯიშებ მაგალითად, მინდა თქვათ გულში ვილოცებ თქვათ. მინდა წიგნს წავიკითხავ, მინდა სადმე წავალ, აი ჩემს საქმეს გავაკეთებ, ვიმუშავებ და რაც ყველაზე მთავარი არის, როცა დავბრუნდები ჩემს სახლში ბატონო და უკვე გავემზადები რომ მეორე დღისთვის მე ხო არ ვიცი გამითენდება თუ არა, ხო? მადლობას ვეტყვი, მერსო დიდი მადლობა და всё, ამით დავამთავრებ, მადლობით ვიწყებ და მადლობით დავამთავრებ დღეს. და ჩემ აზრით კიდე ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ხელოვნური განაყოფიერება, ბატონო, ჩემი აზრით ვამბობ. ეხა რაღაც იმით ფსიქოლოგიური იმით და რაღაც სულიერი კუთხებით, რაღაც სიძვის ცოდვაში რო არ ჩავიდეთ, რომ აი სხვა ნაყოფი რო დაორსულდეს ქალი და ასე შემდეგ, ამ ყველაფერსო თავი გავანებოთ. თუ ცოლ-ქმრის რაღაც მომენტში არის რომ აქტიდან გამომდინარე ის ვერ ფეხმძიმდება ბატონო და მას სჭირდება მედიცინური დახმარება, არავითარი პრობლემას არ ხედავ რომ თქვა მეუღლისგან და ცოლისგან ერთად დამზადებული თქვა რაღაცა ეს ხელოვნური განაყოფიერება რომ მოხდეს. მე ამაში არანაირ პრობლემას არ ხედავ. ასევე არის მაგალითად ერთი რაღაცა გამახსენდა კიდე. რომელშიც რა თქმა უნდა ეკლესიის აი ეს ღლები ვინც მაგალითად ღვთისნებით თამაშობენ და ატყუებენ ხალხს ესე იგი არის ბატონო სპეციალური ხატი რომელიც იმაშობა ანუ ესეა ნაკარნახები და ნათქვამი რომ აფეხმძიმებს ეს ანუ ამ ხატთან რომ მოვა თქვა წყვილი რო შეევედრება ისინი დაფეხმძიმდებიან ეხლა აქ არის ორი ვარიანტი პირველ შემთხვევაში თუ დაფეხმძიმდა ამ ლოცვების შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? მე ამას არ უარყოფ, რომ ესეთი რამე ხდება. არ უარყოფ, მე იმიტომ რომ მე მყავს რამოდენიმე თქვათ ოჯახი, ვინც მართლა მოხდა ესე რაღაც ღვთისმშობლის სარტყელი და ასე შემდეგ იქ იყო ეს ყველაფერი ამ პარაკლის ვესწრებოდი კიდევაც. ესე იგი, თუ დაფეხმძიმდა, ეს ჩათვალეთ, რომ ეს მგდელი ზოგიერთი იმდენად თავს აწევს და აი რაღაცა იმას ისე გაივლის, გეგონება იმის, რა ქვია, დოლჩე გაბანას დეფილე არის რა. რომ აი ეს ამისგან გამომდინარე მოხდა ეს ყველაფერი რა და აი თუ თქვათ არ მოხდა თქვათ ისე რომ თქვათ ოჯახი თქვათ ვერ დაფეხმძიმდა ხალი და რაღაც რწმენის ნაკლებობაში წავა ადამიანი ამით რა თქმა უნდა მგდელი და ზოგიერთი ადამიანი თავს იმართოს აი რწმენით რო შევედრებოდი ხომ მოხდებოდა ეგო ანუ შენ ისევე შენ გიბრუნებს რომ პრობლემაში ხარ რა მე პირველ რიგში ამას გირჩევდით ბატონო ვისაც ეს პრობლემა აწუხებს სისხლის ანალიზი უნდა მისცეთ აუცილებლად
და მოძებნოთ კარგი ექიმი, რომელიც გამოცდილი არის ამ საქმეში. უცხოეთში წადის ბატონო, არ არის პრობლემა, არ არის მაინც და მაინც ის აუცილებელი, რომ ქართველმა უნდა მოგხედოს და რაღაცა. რატო ძალიან ბევრი ექიმები არიან, მაგალითად, უკრაინაშიც, მაგალითად, პოლონეთშიც. ნუ გერმანია და საფრანგეთზე საერთოდ არაფერს არ მომბობ რა. წადით ბატონო, მიხედეთ პირიქით, გამრავლდით, მაგაზეც კარგი რა არის. ხო, იმას არ მომბობ ხარ, რომ რაღაც ჭკუის გადასვლამდე და მარტო ოჯახის თავარი მიზანი იყოს, რომ ბავშვები იყვნენ ბევრნი. და ისინი ახლა მერე როგორი ცხოვრებდნენ და როგორ აღზრდიან და ასე შემდეგ, ამას ზოგი არ ფიქრობს. ხო, ამიტომ ამას მიაქციეთ ყურადღება. ბავშვი გინდა ბატონო, მიხედეთ ბატონო ჯანმრთელობას. ვინ ეკითხება იმას გდელს ან იმას მეუფეს ან ვიღაცას რომ ის რა ქვია აი განაყოფიერება არ შეიძლება და რაღაცა შეისწავლეს ეს საქმე აი რომელიმე მედიცინური ნაშრომი დადო ეკლესიამ მაგალითად ისე მაინტერესებს უბრალოდ რა ეს არ შეიძლება ის არ შეიძლება მეცნიერული რაიმე ნაშრომი დადეთ ან მედიცინური ან რაღაცა რომ ადამიანმა მარტო ესე არა რა აი ღმერთი ესე ამბობს შენ რა იცი ღმერთი როგორ რას ფიქრობს ან აი არ მესმის უბრალოდ რა და აი ძალიან ზედმეტურ რაღაც რელიგიურ შიზოფრენიაში რო არ გადავიდეთ ხო ინტერნეტიც არის ბატონო ძალიან ბევრი ინფორმაცია არის ეხა ინტერნეტი გვაქვს ტელეფონი ყველას აქვს და კომპიუტერითაც გახსენეთ გაეცანით მე ჩემი აზრი ესე დავაფიქსირე ეხა კითხვის დამსვლელს არ ვიცი მე რამდენად გავეცი პასუხი მისი კომენტარით მივხვდები მე რომ შევძელი თუ არა მაგრამ მე ჩემ აზრს კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ და ვამბობ რომ ესე ჩემთვის მაგალითად ხელოვნური განაყოფიერება საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის თუ ეს ხდება რა თქმა უნდა მეუღლის ცოლ-ქმრის ერთობლივი ემბრიონი იქნება აი ამაზე თანახმოვარ ხო და მე აი იმ დანარჩენ რაღაცებზე უკვე ამაზე პასუხი არ მაქვს იმიტომ რომ არ ვიცი და всё მორჩა ანუ ამ თემით ნახდად ვამბობ რომ აი ხა უფრო დავინტერესდები რაღაცებს კიდე გადავხედავ რა და ამიტომ ესეა ესე იგი გისურვებთ კარგ დღეს შეიძლება ხო ზოგისთვის ეს ცოტა მიუღებელი თემა იყოს მაგრამ ნუ არ აქვს ესეთ რეალობაში ცხოვრობთ არიან ადამიანები ვისაც მსგავსი პრობლემები აქვთ აბა დროებით